რეჰანი არა მხოლოდ გემრიელი მწვანილია, არამედ ჯანმრთელობის ნამდვილი საგანძურიცაა. ის მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და ბუნებრივი ნაერთებით. სანამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რეცეპტებზე გადავალთ, მოდით ვნახოთ, რატომ უნდა იყოს რეჰანი შენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი. დავიწყოთ იმით, რომ რეჰანი თავის უნიკალურ ფერს ანტოციანინების წყალობით იღებს. ეს ის ანტიოქსიდანტებია, რომლებიც მოცვსა და ყურძენშიც გვხვდება და უჯრედებს ოქსიდაციური სტრესის განიცავს, რაც დაბერებასა და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას უკავშირდება. ანტიოქსიდანტების წყალობით რეჰანი ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, ამცირებს ანთებას და გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკსაც კი ამცირებს. გულზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და რეჰანი ამაში დაგეხმარება. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის, ეგრეთ წოდებული LDL-ის დონის შემცირებას, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან სისხლძარღვების მოდუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში ეხმარება. რეჰანი ცნობილია ტვინის ჯანმრთელობისთვის სარგებელით. მისი ეთერზეთები შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა ევგენოლი და როზმარინის მჟავა, რომლებსაც ტვინის ნეირონების დამცავი ეფექტი აქვთ. ეს ნაერთები ხელს უწყობენ გონებრივ სიფხიზლეს, კონცენტრაციის გაუმჯობესებას და მეხსიერების გაძლიერებას. გარდა ამისა, რეჰანი ანტისტრესული და განწყობის გამოუმჯობესებელი თვისებებით ხასიათდება. ნერვიული დაძაბულობის ან შფოთვების დროს რეჰანი ბუნებრივი ადაპტოგენია, რაც ნიშნავს, რომ ის ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში და კორტიზოლის დონის დაბალანსებაში ეხმარება. ასეთ დროს რეჰანის ჩაი მშვიდი და დაბალანსებული ემოციური მდგომარეობის მიღწევაში დაგეხმარება. რეჰანი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის იდეალური მცენარეა. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაღებია და რეჰანი ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს. მას ანტიბაქტერიული და სოკოს-საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რაც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას ეხმარება. რეჰანი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიმიკრობული ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან იცავენ. მისი რეგულარული მიღება იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. რეჰანი შესანიშნავია კანის ჯანმრთელობისთვისაც, მისი ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების მოქმედებას თრგუნავენ, რაც ნაადრევი დაბერების პროცესს ამცირებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ჯანმრთელობისთვის უნიკალური თვისებები აქვს რეჰანის თესლს. ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა ბოჭკოები, ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, მინერალები და ჯანსაღი ცხიმები. ამიტომ მათი რეგულარული მიღება ჯანმრთელობის ურიცხვის სარგებლის მომტანია. რეჰანის თესლის მოხმარება ჭარბწონასთან ბრძოლაში შესანიშნავი იარაღია. ეს იმით აიხსნება, რომ მას ბოჭკოს მაღალი შემცველობა აქვს, რის გამოც გაჯერების შეგრძნებას აჩქარებს, რაც მადას ამცირებს და შედეგად ადამიანი ნაკლებს ჭამს. რეჰანის თესლი შეიცავს მუცილაქს, ჟელატინისებრ ნივთიერებას, რომელიც ნაწლავების რეგულარულ მუშაობას ეხმარება და ხელს უშლის ყაბზობას. მას ასევე დამაწყნარებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ამშვიდებს და ნაწლავების მიკროფლორას აჯანსაღებს. რეჰანის თესლი შესანიშნავია დიაბეტით დაავადებულთათვის. ის სისხლში შაქრის გამოყოფის პროცესს ანელებს, რითაც ხელს უშლის შაქრის უეცარმატებასა და ვარდნას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის. რეჰანის თესლში შემავალი ანტიოქსიდანტები, მაგალითად პოლიფენოლები, ქოლესტერინის დონეს და შესაბამისად გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და ტვინის ფუნქციებს აძლიერებს. რეჰანის თესლში შემავალი ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან დაცვა შეუძლია. ეს თესლი მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ძვლებისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის. ამასთან ის შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებიც ანთებით პროცესებს ამცირებენ და ისეთი მდგომარეობების მართვისთვის არის სასარგებლო, როგორიცაა ართრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები და კანის პრობლემები. რეჰანის თესლს, როგორც ხედავთ, უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი სწორად მიღება. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ დღეში ერთ სუფრის კოლზე მეტი არ უნდა მიიღოთ. გარდა ამისა, ეს თესლი შთანთქავს წყალს, ამიტომ საკმარისი რაოდენობის სითხე უნდა მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ საჭმლის მომნელებელი პრობლემები. ასევე აუცილებელია მიღებამდე რეჰანის თესლი წყლით კარგად გაიჟღინთოს. საამისოდ ერთი სუფრის კოლზი თესლი ნახევარ ჩიქა წყალში ჩაალბეთ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაცუროთ და თესლი როგორც გნებავთ, შეიძლება პირდაპირ გამოიყენოთ სხვადასხვა სალათებში, ან სასმელებსა თუ კერძებში ჩაამატოთ, ან ჭამამდე 9 საათით ადრე თავის წყლიანად მიირთვით. ამ გზით ისმადასაც შეგიმცირებთ. შეგიძლიათ წყალში გაჟღენთილი თესლი მაწონს ან შვრიას მოაყაროთ, ამ გზით არა მარტო მეტ ბოჭკოს, არამედ ხრაშუნა ტექსტურასაც მიიღებთ. გარდა ამისა, ცხობის დროს წყლით გაჟღენთილი რეჰანის თესლით შეგიძლიათ კვერცხი ჩაანაცვლოთ. 1 კვერცხის ნაცვლად ეს ნაზავი გამოიყენეთ. 1 სუფრის კოვზი ანუ 13 გრამი რეჰანის თესლი 3 სუფრის კოვს ან 45 მლ წყალში ჩაალბეთ. რეჰანის პესტო მაჭვნით. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ახალი რეჰანის ფოთლები, 9 ჭიქა მაწონი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 4 ჭიქა გახეხილი პარმეზანის ყველი ან ნაკლები გემოვნებით და სურვილისამებრ. მარილი გემოვნებით. სურვილისამებრ, ლიმონის წვენი დამატებითი არომატისთვის. ბლენდერში ან საკვების პროცესორში რეჰანის ფოთლები, მაწონი, პარმეზანი, ნიორი და მარილი მოათავსეთ. ატქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ დაამატეთ ცოტა ოდენი ლიმონის წვენი არომატის გასაძლიერებლად. რეჰანის ჩაი. ინგრედიენტები 2 ფინჯნისთვის. 2 ჭიქა წყალი. 3 სუფრის კოვზი რეჰანის ნედლი ფოთლები, ან 1/9 სუფრის კოვზი გამხმარი რეჰანი. რეჰანის დაჭრილ ნედლ ან გამხმარ ფოთლებს ადუღებული წყალი დაასხით. 5-10 წუთი დააყენეთ. გადაცურეთ და მიირთვით. რეჰანის ჩაი მდიდარია A, K, C ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. ასევე აუმჯობესებს მონელებას, ამცირებს შებერილობას, გულწმარვას და გაზებს. აქვს დამამშვიდებელი თვისებები და ეხმარება ნერვული დაძაბულობის მოხსნას. ამცირებს ანთებით პროცესებს. ეხმარება წნევის რეგულირებას და ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა ხველა და ყელის ტკივილი. ვაშლისა და რეჰანის ჟელე. დაგჭირდებათ 2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 სუფრის კოვზი რეჰანის თესლი, ჟელატინი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. მომზადების წესი: აადუეთ ვაშლის წვენი პატარა ქვაბში და ოდნავ გააგრილეთ. დაამატეთ რეჰანის თესლი და შემდეგ დაამატეთ ჟელატინი. კარგად მოურიეთ და ფორმებში ჩასხმული მაცივარში მინიმუმ 3-4 საათით გააჩერეთ. ამ რეცეპტის მომზადებისას ჟელატინის რაოდენობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ იმის მიხედვით, თუ რამდენად მკვრივი ჟელე გსურთ. მომზადების დროს თქვენს მიერ ნაყიდ ჟელატინის შეფუთვაზე მითითებებიც გაითვალისწინეთ. ამ ჟელეს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს ჯანმრთელობისთვის. ვაშლის წვენი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასევე შეიცავს პექტინს, რომელიც ეხმარება საჭმლის მონელებას და ქოლესტერინის დონის კონტროლს. რეჰანის თესლი კი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, ის გამოყოფს ბუნებრივ ლორწოვან ნივთიერებას, რაც ამშვიდებს კუჭის კედლებს და ეხმარება საჭმლის უკეთ მონელებას. ჟელატინი, რომელიც გამოიყენება ამ რეცეპტში, სასარგებლოა სახსრებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის, რადგან მდიდარია კოლაგენით. ეს კომბინაცია ასევე ეხმარება კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსინების გამოდევნას. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან სურთ იმუნიტეტი ბუნებრივი გზით გააძლიერონ. რეჰანის კარაქი. დარბილებულ კარაქს შეურიეთ ცვლილად დაჭრილი რეჰანი და ნიორი და პურზე გადასასმელად ამ სახით გამოიყენეთ. ეს რეჰანის სარგებლის მიღების ალბათ ყველაზე მარტივი გზაა. რეჰანის თესლის პუდინგი. ეს პუდინგი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. რეჰანის თესლი მდიდარია ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებით და ომეგა-3-ით. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი რეჰანის თესლი, 1 ჭიქა ნუშის, ქოქოსის ან ძროხის რძე, 1 სუფრის კოვზი თაფლი ან აგავას სიროფი, 9 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, ჩაის კოვზის წვერით და რიჩინი, სურვილისამებრ, 9 ჭიქა კენკრა, მარწყვი, მოცხარი, ჟოლო ან დაჭრილი ხილი სურვილისამებრ, 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ფანტელები ან დაჭრილი ნუში სურვილისამებრ. რეჰანის თესლი ჩაყარეთ ჯამში და რძე დაასხით. კარგად აურიეთ და 15-20 წუთი დატოვეთ, სანამ თესლები ჟელატინისებრ ტექსტურას არ მიიღებენ. დაამატეთ თაფლი ან სხვა დამატკბობელი, ვანილის ექსტრაქტი და დარიჩინი.
კარგად აურიეთ, რომ ინგრედიენტები თანაბრად გადანაწილდნენ. თუ უფრო სქელი კონსისტენცია გსურთ, მათ სივარში 1-2 საათით ან მთელი ღამით შედგით. შეგიძლიათ კენკრა, დაჭრილი ხილი და ქოქოსის ფანტელები დაამატოთ. ეს პუდინგი იდეალურია როგორც საუზმეზე, ასევე ჯანსაღი დესერტის სახით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.